დავბრუნდით კვლავ პირდაპირ ეთერში. და აი დადგა დრო რომ გავცეთ პასუხი კითხვას რატომ ვართ ესეთი ვინტაჟურები? გუშინ იმიტომ რომ დაიწყეკეთ რომ გუშინ ეს ყველაფერი შევიძინეთ ფლიმარკეტში. იცი რა, სხვათა შორის არ შემიძენია, მაგრამ ვიყავით მეც და ქეთიც. მე ვიყავი, რატო არ იყავი შენ სხვათა შორის? მე ვიყავი ეთნოგრაფიულ მუზეუმში. კე რედაქტორე? ეთნოგრაფიულში მეც წახვალ და მაგ ერთი მე მგონი თვეში ერთხელ იმართ. ვაღიარებ რომ ამომვარ და რაღაცნაირად თავიდან. ძველმანების ბაზრობა იყიდეთ რამე. ვერ ვიყიდე სამწუხაროდ, თუმცა ბევრი რამ მომეწონა, მაგრამ თინასთან ერთად ვიყავი, ჩემ შულთან ერთად, არ დამაცა და არაფერი, იმიტომ რომ თვითონაც ათვალიერებდი არ შეიძლება ჩაითვალოს ჩემთვის ერთადერთ დღეთ, იმიტომ რომ მე ძალიან ხშირი სტუმარი ვარ, თუნდაც მეორადი დასაცმლის მაღაზიების. გეტყვი თუ გინდა საუკეთესო წერტილები ცნობს. ჩემი ასე რომ რა იყიდება. ხო, არ არის ჩემთვის ერთადერთი დღე, თუმცა მაყურებელი რომელიც არ იყო ამ ღონისძიებაზე მოვუყვები რა ხდებოდა იქ. გუშინ დედაენის ბაღში თბილისის ძველმანების ბაზარი გაიმართა. თბილისი ფლიმ მარკეტ ეს არის ადგილი ნებისმიერი ჩვენგანისთვის რაიმე განსაკუთრებულის აღმოსაჩენად, სადაც შესაძლებელია მრავალი ღირებული ნივთის პოვნა. ადგილი, სადაც სიამოვნებას მიიღებთ ისეთი ნივთების გაყიდვით, რომლებიც უკვე აღარ გჭირდებათ, ამ პირიქით შეიძენთ იმას, რაც ხელმისაწვდომი აღარ არის მაღაზიებში. სიამოვნებას მოგანიჭებთ ასევე უჩვეულო და მოულოდნელ საგნებთან შეხვედრა. ყველაზე კარგი კი ის არის, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მონაწილეობის მიღება. მე მაქვს ჩემი ხელნაკეთი მაისურები, ესე გამოიყურება დაახლოებით, რაც რომელსაც ყიდი, ანუ ასევე ჩემი მეგობრის, აი ეს მაგალითად, ანუ ერთად ვაკეთებთ რაღაც კოლაბორაცია გამოდის ყიდით და რაც კვირიდან კვირამდე გვაქვს ის მომენტი, რომ ვისწავლოს და ამით შეგვეძლოს რაღაც ელემენტარული თანხა გქონდეს, რა გზის ფული. შეგიძლია ხელნაკეთი ნივთები, რაღაცა ძველმანები, სახში რაც თითქოს უსარგებლოა გამოიტანო დადა და ამ დროს სხვას მოეწონოს და იყიდეს. ეს ვნახე პირველად ბერლინში, რო ჩავედი. აი ესეთი რაღაც იმართებოდა ბერლინში და ძალიან კარგი არის, ხალხი იკრიბება. აქ ახლა ბევრი ხალხი არა, იმედია მომავალში გაგრძელდება და უფრო მეტი ხალხი იქნება. ძალიან იაფად შეგიძლია საკმაოდ საინტერესო რაღაცების ნახვა და ზოგადად თავშეყრის ადგილი ძალიან კაია და აი ქალაქისთვის ძალიან კაია. და ამასობაში შემოგვიერთდნენ ძველმანების ბაზრობის ორგანიზატორები ქეთი მანგოშვილი და ნინო ბოჭორიშვილი. მოგესალმებით. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის აღმოჩენა იყო გუშინდელი ღონისძიება და გუშინდელი ადგილი. მიუხედავად იმისა, რომ მეორედ გაიმართა უკვე. ხო, მე პირველად ვიყავი. კი, მეც პირველად ვიყავი. და ძალიან მომხიბლა თვითონ იმ გარემო, იმ სიტუაციამ, რაც იქ იყო შექმნილი. მეგონა რომ თბილისური გარემო არ იყო ყოველ შემთხვევაში. ხო, არ ხარ საქართველოში, კარგი მუსიკა არის, არაჩვეულებრივი გარემო. ძალიან ბევრი პატარა საინტერესო და არა მარტო პატარა ნივთები. ხო, თან ისეთი დაატვირთულია რაღაც სიმბოლური ღონისძიება, იმიტომ რომ ვიღაცა აგდებს ნივთს, რომელიც არ ჭირდება და შენ შეიძლება ზუსტად ის ნივთი ჭირდება და შეიძინო. აღმოაჩინო საერთოდ. იცი რა არის, იმიტომაც რაღაც არაქართული ახსენა ქეთი და ალბათ იმიტომ რომ სწორედ არაქართული ფესვები აქვს და საწყისები ამ ყველაფერს ევროპაშიც და ამერიკაშიც ძალიან აპრობირებულია. ვიცი რომ განსაკუთრებით ახალსახლობის დროს ჩვევიათ ხოლმე მსგავსი რაღაცები, როდესაც გამოაქვთ ძველი ნივთები და მეზობლები და გამლელები იკრიბებიან და ყიდულობენ. საიდან გაჩნდა თქვენთვის იდეა, რა იყო ეს იდეა? აქედან გაჩნდა ზუსტად, ანუ რაღაც ამერიკაში აქვს უფრო ძირი, როგორც ვიცი, ეს რაღაც გარაჟ სეილების სახით, აი როგორც სახლიდან გამოტანილ ძველავერს ყიდიან. იდეა გაჩნდა აქედან, რომ აი სადღაც რომ მივდივარ სამოგზაუროდ, პირველი რასაც ვეძებ ხოლმე, სად უნდა ვიპოვო ფლიმ მარკეტი, იმიტომ რომ აი ეგეთ საინტერესო ნივთებს ვერსად ვერ იპოვი სხვაგან. და აი ბოლოს ბერლინში ვიყავი და ძალიან მომეწონა და აი ჩამოვედი ძალიან იდეით შეპყრობილი რომ აქაც უნდა ყოფილიყო და აი ყოველთვის ყიდულობ თუ უბრალოდ ეს შენთვის ძალიან კარგი დასათვალიერებელია? თითქმის ყოველთვის ყიდულობ ხომ სადღაც რომ მივდივარ და ბევრად უფრო საინტერესო და კარგი ნივთს ვიდრე ჩვეულებრივი მაღაზიაში. ბუნებრივია იაფი. ბუნებრივია თან ძალიან იაფი. ყველაფერი ევროპავი. თუმცა ხშირია, როდესაც რაიმე იდეას, რაიმე პროექტს ნახავ, ძალიან მოგეწონება, მაგრამ მეორეა რომ ამ ყველაფერს თავი მოაბა, ორგანიზება გაუკეთო და ესეთი სახით აჩვენო შემდეგ დიდ აუდიტორიას. როგორ მოახერხეთ, ანუ რა პრობლემებთან იყო დაკავშირებული და როგორ ხდება იმ ადამიანების შეკრება, ვინც მონაწილეობას იღებენ აი ამ ბაზრობას? შეკრება ადამიანების ძირითადად Facebook-ის საშუალებით ხდება დღეს ყველაფერი, ასე რომ ანუ ისე რაღაცა ტელევიზიის რაღაც ეგეთ გამოყენება არ ქონია, უბრალოდ Facebook-ზე გავაკეთეთ page-ი, შემდეგ შევქმნით ივენთი და ძალიან ბევრმა ადამიანმა
გამოხმაურება მეგობრობით დავიწყეთ მე ვთქვა მინდა მონაწილეობის მიღება და მსურს რომ ჩემი რაღაც ნივთები გამოვიტანო. უპრობლემოდ მოვდივარ. პრობლემად შეგიძლიათ ანუ პირველად მართლა რაღაც ძალიან მეგობრები ვიყავით და ყველა რო ერთმანეთს ვისწავლეთ, იმიტომ რომ რაღაცნაირად უნდა დაიწყო ეს და ანუ ესე დავიწყეთ და ძალიან ბევრი გწერდა მე რომ შეგვიძლია ნუ ყველას ვეუბნებოდით რომ არ არის შეზღუდული და ნებისმიერ ანუ ივენთის რაღაც ტექსტშიც წერია ეს და ყველგან რომ შეზღუდული არანაირად არ არის არაფერია. ძალიან გამიხარდა რომ ამ მეორე ფლიმარკეტზე უკვე ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი იყო მოსული რომელსაც არც მოუწერია, არც ვიცნობდით, ეს მოვიდა და თავის ანუ ესეც იყო შესაძლებელი რეალურად რომ არ იყოს რაღაცა ერთგვარი რეგისტრაცია და პირდაპირ მოვიდეთ. ეს ღონისძიება რაღაცნაირად თვითორგანიზებადი უნდა გახდეს საბოლოო ჯამში, ანუ დასაწყისისთვის კი რაღაცებს ვაკეთებთ. მასშტაბური ვიდრე პირველი. კი, პირველს. ამინდიც ხელს უწყობდა ძალიან და წინაც ცოტა ხარი იყო და. იცი რა, თან პირველი როდის იყო, რამდენი ხნის წინ? პირველი იყო 6 აპრილს. 3 აპრილს. ანუ შესაძლოა მასშტაბები გაიზარდა, ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტმა ადამიანმა შეიტყოს სწორედ აი ამ ბაზრობის შესახებ. მანდა ხაში ერთხელ აპირებთ ხოლმე, მე მეგონა რომ ეს რაღაცა ყოველწლიური ხასიათი ქონდა. ხშირად, აი მაგალითად ბერლინში ყოველ კვირა დღეს არის. აი 6 აპრილიდან ვერ გავაკეთებთ, იმიტომ რომ აღდგომა იყო, რაღაც ამინდიც ნორმალური უნდა დაგემთხვეს და ნუ აი ამ ფაქტორების გათვალისწინებით ნუ ყველაზე ცოტა ორ კვირაში ერთხელ მაინც ალბათ კარგია და დაინტერესება ძალიან დიდია და ძალიან უნდა. სურვილი გამოთქვით, რომ აი ყოველ კვირას რო იყოს, უკვე რაღაცა ტრადიციად იქცევა და დამთვალიერებელსაც თუ მომხმარებელსაც ეცოდინება, რომ კვირას შეგიძლიათ წახვედი არაჩვეულებრივ გარემოში და თან შეიძინო ძალიან საინტერესო ნივთები. არა მარტო ნივთები იყო, სხვათა შორის უგემრიელესი ნამცხრებიც. მე ერთ-ერთი ანუ კიდე იყო რამდენიმე ადამიანი ვინც აკეთებდა ნამცხრებს, მაგრამ მე დავიწყე პირველად გავაკეთე ეკლერები. არა ხა რადგან დათბა და უკვე რაც კრებიანი ნამცხრები არ არის კარგი. შეიძლება გაფუჭდეს, გადავედი ბრაუნებზე და ბრაუნით გავმასპინძდი. ვინა ჩეკეცლა რომ დაგეგმებია. ვინო ალკოჰოლური სხვადასხვა სასმელიც და მუსიკა, კარგი მუსიკა გემოვნებიანი ფონად და არაჩვეულებრივ ნივთები, აი მეტი რა გინდა. ძალიან კვირა დღეს გასწრება. არა უშო შემდეგზე უკვე იცი შემდეგი თარიღი როდის. აი ორ კვირაში ვაპირებთ ნუ ამინდების. ადგილები შეიცვლება ხოლმე თუ არჩევლები. გვინდა რომ ადგილი შეიცვალოს შემთხვევით დედაენის პარკი არა უგურჩევია, იმიტომ რომ თემატურად ძალიან უხდება, იმიტომ რომ მშრალი ხიდი აქ ეს ბუკინისტების და თვითონ პარკი ძალიან მომწონს. იქიდან ხომ არ ინაცვლებენ ხოლმე ამ დღეს. რამოდენიმე ადამიანი იყო რომელიც მოვიდა კიდე. თქვენ თავად რაიმე იყიდეთ გუშინ? მე ვყიდი. რა, შენ ნივთები? შენ ნივთებს ხო ვიყიდდი, ესე არსებული გარდაქმნის კაპიტანი. ტანსაცმელს ყიდდი, ანუ აქსესუარებსაც. ტანსაცმელს, აქსესუარებს, ფეხსაცმელს, ყველაფერს. კარგად გაყიდა, კარგად ივაჭრე. ფასები საიდან სადამდე მერყეობს დაახლოებით? ანუ ფასები მაინც რაღაც მინიმალურია, ხო, ანუ აი რაღაც ნივთები იყო რომ აი მენანებოდა და ერთმა მითხრა რომ მოვიდა რომ აი ხო აღარ გიყვარს რა და ირო დაფიქრე მართლა აღარ მიყვარს და ერთი ლარიც რო ღირდეს ანუ და იმას შეუყვარდება და ანუ ბევრად დიდი ღირებულება ექნება რა ძალიან ბევრად გუში მეუბნებოდა ეს მაიკა მოგწონს კი 20 ლარი ღირს მაგრამ ძალიან თუ მოგწონს შემიძლია ადათ მოგწონს კიდევ ერთი სტუმარი შემოგვიერთა ჩვენი გადაცემის მხატვარი თეატრის მხატვარია პროფესიით კეთი ნადიბაიძე ადამიანი რომელსაც ყოველ დილით უშრობთ სის და ადამიანი რომელსაც ყოველთვის გამორჩეულად აცვია მართლა? დიახ მადლობა აქ მოგიждები იყოს თუ კი აქ მოგუჩდები აი ეს არის დღე როდესაც მე უნდა გამოვისყიდო ყველა წენა ძირითადად გადაცემის დაწყებამდე არის ხოლმე რაღაც ცოტა ორთაბრძოლები დღეს დაგიჯერეთ სამივე კი ნამდვილად დღეს რაღაცა ჩვენ შესაბამისად გვაწვია კი და შენ ამით ვინტაჟით ცხოვრობ ხო რა ვიცი ესე გამოდის ხო რაღაცა სპეციალურად თქვა ვინტაჟით ცხოვრობ ან სპეციალურად არჩეული მაქვს სტილი ან როდის მე თქვა გავიღვიძე და დღეს ვინტაჟურად ჩავიცა ესე არ არა ეს რაღაც შენი ყოველდღიურობაა თუ ყოველდღიური შეხება გვაქვს ალბათ უფრო რაღაც გემოვნების ჩამოყალიბების დროს ან რაღაცა თქვა რაღაც ესე რა მოხდა გახსოვს აი რაღაცა გარდამტეხი რა მოხდა აქ რო მოდიოდი ესე ვფიქრობდი ვქა აი ნუ როდის მოხდა ან ნუ რატო გადავწყვიტე მაგრამ ალბათ აი თქვა რაღაცას რო ყიდულობ ხო განე ის მომენტი საერთოდ არ მოგთქვა თუ დღევანდელ მოდას ვეწინააღმდეგები ან არ მომწონს თქვა მოდურად ჩაცმული ვინმე ან რაღაც ცუდია ახლა თქვა ესე მოდური სამოსი მაგრამ თქვა რაღაცას რო ირჩევდა ყიდულობ უფრო რაღაც ნუ რატომღაც მომწონს ეს ძველებური
რაღაც სტილი და იმ დღეს მე ვფიქრობდი კიდე რომ ადრე ძალიან მიყვარდა, ნუ დედაჩემი ალბათ და ყველა ჩვენი მშობლების თაობა, ნუ იკერავდნენ რა ტასაცხოვლებს, ახლა მაშინ ძალიან მოდაში იყო და დედაჩემს აი შენ თვითონ იკერავ? არა, კი, მაგრამ ნუ აი მაშინ ხვდები იმდენი არჩევანი არ იყო, მივხვდი ყიდვის და უმეტესობას უფრო იკერავდნენ, ნუ დედაჩემს აი ჩემოდნები ელაგა, ესე მახსოვს ბებიაჩემს და იქიდან ნელ-ნელა იღებ და იღებ რაღაც. ბავშვობა ახლა ადრეც მოდელირებაზე რომ სწავლობდი, ესე სულ აი ვათვალიერებდი, სულ ვიღებდი და დღემდე ჩემი გარდირობის აი თითქმის ნახევარი ან ცოტა მეტი თუ დედაჩემის კაბებით მქონდა ვსკათ სავსე ანუ ნახევარი თითქმის თუ დედაჩემის ნაქონი კაბებია იმ დროინდელი ნუ შეკერატყვას მომწოს და ალბათ მაგალითს იმოქმედა რაღაც გავლენა რომ ანუ გემონების ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა ისე თქვათ რომ დედაჩემის კაბებს რო ვიღებდი ან ბებიაჩემის რაღაც ნაქონ რაღაცებს ძალიან მომწონდა ხოლმე და დღემდე კიდე მცენია დედაჩემის კაბა გაცი ან ლარიანი კაბა საჭიდო აი ლარიანი კაბა შენთვის არის ძალიან სად შეიძლება რომ აი ესეთ რაღაცებს მიაგნოს ჩვენმა მაყურებელმა რომელიც დაინტერესდა რომ მაგალითად ჩვენნაირად გამოიყურებოდა სავაჭრო ცენტრებში არ დადიხარ ხო დიდად არა ხო ხაი არ უყვარს ჯერჯერობით ნამყოფია მაგრამ ერთხელ თქვა ცოტა ჩემთვისაც მიუღებელი ფასებია რაღაცა ცოტა ძვირი ღირს კი საკმაოდ ძვირი ღირს და თან ნუ გემოვნებაც არის მარტო ფულზე არ არის ხა ახლაპარაკი რა თქვა რომ ფული მენანება უბრალოდ არ მოგწონს და გენანება აქედან გამომდინარე ხო აი თან რაღაცად ნუ ჩემი სტილი შეიძლება არ არის აი რაღაცა შენ სტილში რამე რომ ძალიან ძვირი იყი ძალიან ძვირი რა იგივე ფასი ღირდეს დაუშვათ რაც მაღაზიებში ალბათ გაიმეტებდი მაგ შემთხვევაში ძალიან მოდაში შემოვიდა იმ დღეს თქვა რაღაცებს რომ ავთვალებდი მაღაზიაში აი ძალიან ბევრი კაბები უკვე ნუ ვინტაჟური სტილი ძალიან მოდაში შემოვიდა რაღაცა თქვა აი თლიანად მოდაშია უკვე ეს ვინტაჟი სტილის კაბები მაგრამ ეხლა მithumetasთან მიყვარს ახლა რაღაც შეკერო ან თქვა რაღაცას ვიყიდი და გადავაკეთებ რაღაცებს თქვა მიყვარს თან რაღაც ჩემი ხელით რაღაცებს გაკეთება და ну რავი ახლა მაგალითად ესეც ნუ მეორადებში მაქვს ნაყიდი რაღაც ხუთლად მე მანი და გაეცე და ჩემს აი ნაკონი ის საყელო სტუმრებსაც მინდა უთხრა და მაყურებელსაც რომ ძირითადად ეხა არც ერთს არ გვიკეთია ძირითადად ჩვენ გულსაბნევები რაც ვიკეთია არის ყველაფერი ქეთის ხელით დამზადებული ანუ რაღაც ძირითადად ეგრე არ არის ეგრეა უნდა მიიღოდნენ მაგრამ ხო მინდა სხვა ძალიან გამიკვირდა გუში რო ვერ გნახე არა ვიყავი ცოტა გვიანი ვიყავი იმიტომ რომ კვირასაც სამწუხაროდ რაღაცა ნუ საქმე მაქვს ხოლმე შუა დღემდე და მომავალ შაბათ-კვირას გეგმავ რომ აუცილებლად გავაკეთე ჩემი რაღაცები მონაწილეობა მიიღო კი მონაწილეობა მიიღო და ისედაც მე ნუ აი თქვა ნუ საზღვარგარეთაც რო დავდიოდი და თითქმის ყველა ნუ ქვეყანაში ევროპაშიც აი შაბათ-კვირას ეს ფლომარკეტი არის ძალიან ცნობილი და აი გიждდებოდი ერთი სული მქონდა ხომ როდის მოვიდო და რაღაცა 20 ევროთ რო წავით მე და ჩემი ჯერ ციგნებს ვყიდულობდი თინდეს და აი უამრავ ისეთ ნივთებს ეხლა ციგნები გამოტანილი იყო აი ციგნები მაქვს ჩამოტანილი აი ნუ თვითფრინავში მთელი ჩემი მე და ჩემი კიდე ერთი მხატვარი რომელიც ასე ჯიდეში მუშაობს აი სულ ციგნები მოქონდა ხომ იმიტომ აი 2 ევროთ ერთ-ერთ ისეთ მაგარ ციგნებს ყიდულობდით ხოლმე და ფასის გარდა ხშირად ისეთი რასაც ფიზიკურად ვეღარ აღარ არის მაღაზიაში საერთოდ შევიზე ნუ რაღაცა ჟილეტი ძალიან ლამაზი ნაქარგებიანი რა გადაიხადა სამაჯურები რაღაც ლარი თან თვითონ ნუ გარემო არის ძალიან კარგი ყველაფერთან ერთად კიდე იქ მინდორია წამოწები იქ ნუ სასმელს აკეთებენ იმასაც იყიდი რაც ძალიან საინტერესოა ძალიან საკო სხვათა შორის შენ ლიმონადი გაგვიკეთე აქ ხო იცი ეგეთი იყო გაკეთებული იყო და ვიფიქრე რომ გავიყიდო არ არის მე თვითონ ეს პროცესია ძალიან საინტერესო რა და თან ამ გოგოს ვეკითხებოდი რომ თალამაზი ჟილეტია და ჩემი ნაქონია და რატო გაყიდი რატო ყიდი მეთქი რა იმიტომ რომ ძალიან ლამაზი იყო და რა ვიცი რაღაც ანუ მივხვდი რაღაცა ანუ ეს მომენტია უფრო შეიძლება თქვა რომ ეხა თა 3 ლარი ეხა ალბათ შეიძლება არ მგონია თქვა მისთვის ძალიან ისეთი თანხა იყოს თქვა რომ ნუ ძალიან ჭირდებოდეს იმ მომენტში მივხვდი მაგრამ სიმბოლურია ხო რაღაცა სიმბოლურად აქ გავიმეტე ძალიან ბევრი რამე მაქვს რასაც აღარ ვიყენებ აღარ ვიცვამ მაგრამ რაღაცა მენანება და მოგონდა გადავაი აი მეორადებში რომ მივდივარ შეიძლება არ ჩავიცვა ან არ მჭირდებოდეს მაგრამ მაინც ვყიდულობ რაღაცა თუ მომეწონა ხო და მე როდის გამიგენია რომ რაღაცა რამდენიმე წლის წინ ალბათ მომინდება და ჩავიცმე აი სულ ეს განცდა მაქვს რომ შემდეგ ხო რაღაც ისეთ ნუ სიტუაციაში მოხვდა რომ იქ თქვა თუცე რაღაც ექსტრავაგანტული ან რამე ნუ განსხვავებული მოგინდეს რო გეცავს რა თან მე თეატრისთვის თქვა გადაღებებისთვის ხშირად მიწევს ხომ ესე მეორადებში სერვილი მარტო ჩემთვის ესე შეიძლება ნუ კონკრეტულად არ წავიდე წერტილები ჩვენსავე სად არის ყველაზე მაგარი მეორადები არა ეხლა ყველაზე მაგარი არის 2 სართულიანი ალბათ ყველა მისის მოხდა ეხლა ყველა მისის უკვე მაგრამ ეს
აღმოვაჩინე, რა ვიცი, ერთი 7 თუ 8 წლის წინ რა და მაგრამ 5 წლის წინ დავდიოდი. სად? ეს არის ვაგზლის ტერიტორიაზეა. დეზერტირების ბაზართან. კეთი უნდა ჩავიყოლიოთ ამ მეორადების სართულიანი. მე ვინც წავიყვანე, მე მსახიობები რომ იმყავს ხოლმე ან თეატრიდან ან გადაღებებიდან, ყველა გიждდება, ყველას უყურდება ეგრევე ისაც. არის ასევე რუსთაველზე. გაზურებულა? არა, მაინც კარგია. მაინც კარგია. არა, შვენი. სოციალურ ეს შემთხვევით სადმე ცენტრალურ ქუჩაზე პატარ-პატარა ნახევარსარდაფებში რომ პატარ-პატარა მაღაზიებია, იქაც შეიძლება რაღაცა კარგს წააწყდე თუ შეხვალ. ხოთა ერთხელ შეამჩნიეთ დღეს რომ მოვედი, ქვედა ბოლო რომ აწვია არა ეთერში ეთერს გარეთ, ის სწორედ რამდენიმე დღის წინ შევიწირე მოვედი. არ დაკვირვები რომ ნახავ აუცილებლად. არის იქით არის. კი, მეცარს უმარი მე ორსართულიანებს. არა, ეხლა ყველამ კაი ძამბორი დადეს უკავად. ერთ-ერთი პირველი აღმომჩენი ხარ? ხამამა ჩემი რა თქვა რომ ერთ-ერთი პირველი აღმომჩენი. როდის იყო 2007-ში ვიყავით პირველად რაღაც ფილმის გადაღებებისთვის წავედი. ნუ ვიღაცა მითხრა ალბათ ესე, იმიტომ რომ ცოტა შიგნით არის ესე გარედან არ ჩანს. და იმის მერე აი ძალიან აქტიური მომხმარებელი ვარ. როგორ იცავს დღევანდელი თბილისის მოსახლეობა? ეგრეთ წოდებულ street style-ზე ვისაუბროთ, მაინტერესებს მეც სამივე. აი ფლიმარკეტზე მოსული ხალხით რო თუ ვიმშორებ ძალიან კარგად. იცი რა ხომ არის ძალიან ალბათ ვიწრო წრეა. ანუ ძალიან მინდა ხოდა რომ არ იყოს ესეთი რაღაც ვიწრო წრე და უფრო მასშტაბური იყოს, იმიტომ რომ ეს რეალურად მარტო ძველმანების ბაზარიც არ არის, ანუ ძალიან კარგი კომუნიკაციის საშუალება, კარგი ამინდია, პარკში ხალხი არ დადის და არ გადის და მაგის ინტეგრირებაც გვინდა. ხო, ანუ პარკშია რომ. ხო, ანუ პარკში გადიან, ანუ დროს სასიამოვნოდ ატარებ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მოვიდა, იქ თქვენს თქვით რომ იყავით და არ გიყიდიათ, და უბრალოდ სასიამოვნოდ გაატარა დღე პარკში და ალაგებაც რომ დავიწყეთ, აი ძალიან ბევრი დარჩა და თამაშობდნენ და ანუ თვითონ ეს კულტურაც ძალიან კარგია და რაც უფრო მეტი ხალხი გამოვა სახლიდან და კვირა დღეს გაატარებს რაღაც ზიანამინში ესე სასიამოვნოდ ჩაცმას მე მგონი განწყობაზე არის და მდგომარეობაზე. კიდევ ერთი სასიამოვნო დეტალი რაც შევამჩნია კეთი ალბათ შენს დამათანხმები არ იყო გარემო დაფინძურებული. კი. არის იყო რაღაცა რამე წინასწარ გააკეთეთ რაიმე თხოვნა განცხადების სახით თუ ეს იყო რაღაცა თვით არავის არ დაუყრია. ძალიან კარგი დამოკიდებულება და ეს ძალიან მოწონს. ეს არ არის რაღაც ივენთი ან რაღაც აი რაღაც კარგი დამოკიდებულება აქვს თვითონ. ჯერ ამდენი პოზიტიური არის არაფერზე არ მომისმენია არასდროს, იმიტომ რომ ყველა რაღაც უხარია, ყოველს რაღაც დადებითი ემოცია აქვს და უვლიან იქაურობას. კი, ანუ ყველამ თავისი რაღაცები აალაგა, ნაგავი გადაყარა, ანუ ძალიან კარგი დამოკიდებულება იყო თვითონ მონაწილეების და სტუმრების თანდათან კულტურასაც ისედაც რა ქუჩაში. პარკების კულტურას თუ დამკვიდრდება საქართველოში. ხო, ესეთ ხონსებები ძალიან ბევრი რაღაცას ცვლის რეალურად უფრო მნიშვნელოვანს ვიდრე კარგი იქნება თუ წყვეტა აღარ გექნებათ და ძალიან ხშირად გააკეთებთ, მე ვიქნები ძალიან ერთგული და ხშირი მაყურებელი. ორ კვირაში. ორ კვირაში ალბათ Facebook-ში გეპატიჟებით ყველას. მოვუტანოთ ჩვენი ძველი ლიფტები. კაი. ჩვენ გავაკეთოთ ერთი სტენდი და შენ წვენები გაყიდე, ჩვენ ძველ ლიფტებს მოვიტანთ. კარგი. 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 შენ უკვე იცი რას გაიტან? კი, ვიცი რაღაცა. ეს ისევ ჩვენი მეზობლის ბავშვი. კარი გავაღოთ. მეზობლის ბავშვია, რომელიც გვერდ არა ვარ კარგად დაწერია მე მგონი საკოს ეძღვნება რა საინტერესოა ისგან საკო მართლაც ვერ იყო გუში არა როდის იყო მე ვნახე საკო ღამე და არ იყო არა ვარ კარგი იტა მე მომწონს არ მე ნუ გასაგებია მოხოლა რეკლამაზე ავიცი მეგობარი რომელიც არ არის კარგად ასევე. დიდი მადლობა. თან გვირილები ვიცის რომ მიყვარს მადლობა. ძალიან ორიგინალურად რაღაცა. კეთი რა გაქვს ერთი ვთქვათ და მე რეკლამაზე გავარკვიოთ აქ რაღაცებს. ისედაც ნახავ სახში ძალიან ბევრი უამრავი ნივთი, მაგრამ აი ეს ყველას განმომაქ რაღაცები, ვისაც ურამი არ ჭირდება და დავიწყებ. საერთოდ პროექტი რომელსაც ვაკეთებ ხელით, ალბათ შეიძლება საინტერესო იყოს და ვნახოთ. ეს სამყაროები უფრო რაღაც ისეთია, უფრო თქვენთვის არის რაღაც სპეციალური თქვენთვის ვაკეთებ ხა და ისინი იყიდება ისედაც ერთ სალონში და ახლა ნახოთ აქაც
ვწდი. ძალიან დიდი მადლობა სტუმრებს, წარმატებები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ წყვეტა აღარ გქონოდეთ. ორ კვირაში ჩვენ თქვენთან ველოდებით. ხო, თქვენთან და ვართ ერთგული სტუმრები თქვენი ღონისძიებების. და სხვათა შორის Facebook-ზე შეგვიძლიათ ვადევნოთ თვალი ზუსტად როდის გაიმართება და სად ვიცით პრინციპში დედაენის ბაღში. ფეიჯში ვაპარაკეთ და რეკლამა გამოვაცხადოთ, რომ საგრაფოს მომიყვე, რა ხდება, რაშია საქმე. ყველასაც ვაპარაკოთ. რეკლამა საკოს რაღაც აქვს მოსაყვანილი. რეკლამა სასწრაფოდ.